აი აფიმი წარმოგიდგენთ. თუბა ბუიუქოსტონე, ენგინა ქიურეკი, ნებაჰათ ჩეჰრე, ერქან ჯანი, საიგინ სოისალი, თუვანა თურქაი, ბურაკ თამდოღანი, ბესთემ სუოზდემირი, ემრე ქიზილირმაქი, ბედია ენერი, სელი ნორთაჩლი, ელიფინჯი და სხვები. კომპოზიტორი თოიგარი შიკლი. სცენარის ავტორები ეილემ ჯამფოლათი და სემა ერგენეკონი. პროდიუსერი ქერემ ჩათაი. რეჟისორი აჰმედ ქათიქსიძე. შავი ფული და სიყვარული. ასლი აბონენტი დროებით მიუწვდომელია. ხმოვანი სიგნალის შემდეგ დატოვეს შეტყობინება. სასწრაფოდ დამირეკე. სასწრაფოდ. შენ რა ადამიანი ხარ? ასე როგორ მეკცევი? როგორ შეგიძლია თვალებში მიყურებდე და ურცხვად მატყუებდე? ასლი, მე ვარ ნილუფერი. რა ხდება ნილო? აქედან წასვლის მიზეზი რა იყო? მე კარგი, მადლობის თქმა არ ღირს. არ არის საჭირო. იცოდე, მე და მამა ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ. თუმცა თქვენ ასე არ ფიქრობთ. მე ძალიან ცუდად ვარ, მოდი. რა მოხდა? ნუ მეკითხები, თუ შეგიძლია, მოდი. მოგესალმებით. მობრძანდით. მოგესალმებით. მობრძანდით. მობრძანდით. მორტი შევსებულია.
ბექირ თვალი გაახილე, გთხოვ. ჰატიჯე მალე მოვა. ბექირ თვალი გაახილე. უგონოდ არის, სასწრაფო სად არის? ბექირ გაახილე თვალი. სასწრაფო რატომ აგვიანებს? დედა. ჰატიჯე მიშველე. რა მოხდა? ყველაფერი ამ მატყუარა ქალის ბრალია. დედა გაიწიე. რა ხდება? მამა თვალი გაახილე. მალე სასწრაფო მოვა. გემუდარები მამიკო, არ მიგვატოვო. რას აკეთებ? ექიმია საჭირო, სად არის ამდენ ხან სასწრაფო? წადი აქედან. წადი ალაჰმა დაგწყებლოს. ბექირ. ჩქარა გვიშველეთ. უკაცრავად. უკან თქვენი სკოლის მეგობარი ზის მთხოვა შემეტყობინებინა 32 რიგში ცისფერი პერანგი აცვია. გამარჯობა ძვირფასო. შესაბარგულში ასეთივე ჩანთადებს. შენი სახელი დავაწერე რომ არ აგვერიოს. თვითფრინავიდან ჩასვლისას არ დაგრჩეს. თორემ გაგიბრასდებიან. ეს გაითვალისწინე. მიხარია შენი ნახვა. დროებით. გარკვიოთ ვინ არის. დაუთვალთვალეთ. აგიხსნე. ეს რომია. შენი საყვარელი დაიკო ფულსა თეთრებს. ანუ მოვალეობას ასრულებს. ელიფი ამას არასდროს გააკეთებს. ადრე მამა შენია თეთრებდა. ახლა საქმე შენ მადამ გადმოიბარა. თარიღ შეხედე. სწორედ ის დღეებია შენ რომ გაგიტაცეს. შენი და საყვარელთან ერთად რომშია. ფულსა თეთრებს. ეს შენს გადასარჩენად გავაკეთე. იმის იმედით რომ სახლში დაბრუნდებოდი. მამას გარდაცვალებამდე შავი ფულის შესახებ მე არაფერი ვიცოდი. ის კაცი ჩემს წინააღმდეგ გიყენებს, შენ კი ემორჩილები. მაიძულებს რომ მისი კურიერი გავხდე. ნილუ. რა მოხდა ნილუ, რატომ დერემ? რა დაგემართა? გადაუდებელი დახმარება. ნეტა მოიყვანეს? არ ვიცი დედა, ვიკითხავთ. მელიქემ რა გითხრა? ტიროდა ვერაფერი გავიგე დედა. აი მოვიდნენ. ჰატიჯე. როგორ არის? საავადმყოფოში იკითხეთ. ფატმა. მამა. შვილო, რა მოხდა? გული შეტევა აქვს. შეტევა? ფატმა.
მელიქე ჩქარა შევიდეთ წამოდენ ჰუსეინ რა გჭირს პირიქით შენ უნდა გაამხნევო ჰუსეინ ჩემი ბრალია მელიქე რა მოხდა რომ ვერ გადარჩეს ჰუსეინ ჩემი ბრალია ჰუსეინ მე მოვკალი ლეონარდო და ვინჩის სახელობის აეროპორტი რომი იტალია გამარჯობა ელიფანი ფული აქ არის მომეცით მე უკან გამოყვებით გამარჯობა აქ რა საკეთებო მე რომ ხომ გითხარი არ წამოხვიდე მეთქი ელიფისა და შავ მანქანაშია მაღალი ქერათმიანი ტიპიც აქ არის აქ არის ნამდვილად მეთინია იმ დღეს გამექცა მაგრამ ამჯერად აუცილებლად გავიცნობ მომისმინე ერთი მიზეზი მაინც მითხარი მანქანაში რატომ უნდა დაგტოვო იმიტომ რომ გჭირდებით აღიარეთ მართლა? დიახ. ჩემი შემცვლელის პოვნა ადვილი არ არის. მინიმუმ ერთი დღე მაინც დაგჭირდებათ. ჩვენ კი საკმაოდ რთული დღე გველოდება წინ. მართალი ხართ, საქმე და სიყვარული ერთმანეთში ავურია. მაგრამ სწორედ ამ სიყვარულის გამო შეგეძლიათ მენდოთ. სამი. ის ქალი, რომელიც იმ მანქანაში ზის ძალიან მიყვარს. არ მინდა რამე დაუშავდეს. რომც გამაგდოთ, მას მაინც დავიცავ. შორიდან, მაგრამ მაინც დავიცავ. ნება მომეცით დაგეხმაროთ. ოპერაცია დასრულდება და წავალ. მერე თუ გინდათ საერთოდ ნუღარ ვნახავთ. მაგრამ ახლა ხელს ნუ შემიშლით. იმედია უარს არ მეტყვით. კარგი. წავიდეთ. ის ნაძირალა მეთინი დავიჭიროთ. რა ხანია აქ ვართ, მაგრამ არაფერს გვეუბნებიან. ნუ გეშინია, კარგად იქნება, დედა. თუ ძენ უფიქრობ. ბექირი გადარჩება. რა თქმა უნდა. შენ უკეთიცი ხადიჯე. ხელოვნურს უნთქვას რომ უტარებდი გონზე ხომ მოვიდა. გადარჩება არა დედა? იმედია. აი ნახავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა ხანში გონზე მოვა და დაგცინებს კიდეც ასე რომ ნერვიულობთ. იმედია. ბექირანდაჩი როგორ არის? სამწუხაროდ ვერ გადავარჩინეთ. მამა! ბექირმა მიმატოვა. ადექენ. წავიდა, მიმატოვა. სიბელთან წავიდა. ბატმადეიდა ადექენ. კვლელი ხარ. კვლელი. ჩემი ქმარი, შენ მოკალი. დაჯექენ. ბექირი შენ მოკალი. რომი, იტალია. უსაფრთხო სასტუმრო შევარჩიე. ელიფის სხვა სახელით დავარეგისტრირე. ვერ გაიგებენ.
ელებსაც წაიყვანენ. მოედანზე ჩამოსვამენ. სასტუმროსთან ახლოს. მე სასტუმროში შევა. იტალიის პოლიციაში მეგობრები მყავს. თუ დაგჭირდება დაგვეხმარებიან. ჩვენც იმავე სასტუმროში გავჩერდებით. ყველაზე მთავარი ელიფის უსაფრთხოებაა. შენი ნომერი გავაუქმებინე, მაგრამ არა უშავს რამეს მოვიფიქრებთ. მადლობთ. ომერ, რადგან დაგტოვე? უნდა იცოდე, ოპერაციაში უსეც მონაწილეობს. ახლა რაღაც უნდა გთხოვო. ოპერაციის დასრულებამდე ელიფს არ შეხვდები. გასაგებია? მთელი შენი გონება ოპერაციისკენ უნდა იყოს მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს მივატოვებ და წავალ. მერე რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ კანონიერი ძალა არ ექნება. შენ პოლიციაში აღარ მუშაობ. ეს არ დაგავიწყდეს. შვილო, თქვენთვის ცუდი მენდომება? თქვენზე პასუხს ვაგებ. ცდილობ ორივე დაგიცვათ. ალბათ ეს მეთინია. არა. არა მგონია. მართალი ხართ? ისეთი ბრიყვი სახე აქვს. ოპერაციის მეთაური ვერ იქნება. შევწდე. ჩემს გამოცდილებას ენდე. გარეგნობის მიხედვით ნუ იმსჯელებ. შეიძლება ბრიყვი გეგონოს, მაგრამ საკმაოდ გაქნილები არიან. სამი. თქვენ ელიფთან წადით, ალბათ ნერვიულობს. მე კი ამ ტიპს გავყვები. კარგი. მეთინე აქ არ არის. მის ხელქვეითს ვკითხე, მაგრამ არ მიმპასუხა. როგორ მოვიქცეთ? ელიფ დამშვიდდი. სასტუმროში შედი და ნომერში მოეწვე. ჩემს ზარს დაელოდე, კარგი? ომერი ჩამოვიდა არა? დავინახე, მგონი ის იყო. ელიფ აქ ვარ. აქ ვარ. კეთილი იყო შენი რომში ჩამობრძანება, კომისარო. შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა. გოგონა ქალაქის ცენტრში მიიყვანეს, მაგრამ მანქანის გაჩერება მოითხოვა და გადმოვიდა. სავარაუდოდ არ უნდა გავიგოთ სად იცხოვრებს. ალბათ პოლიციელებთან ერთად ჩამოვიდოდა. გონია რომ არ ვიცი. სად დაბინავდა, ამის გარკვევა არ გამიჭირდება. თუ მეტყვი ერთ საათში ვიპოვე. არ არის საჭირო. თავიდანებე დაწყნარდეს. უთხრეს რომ სხვა ბანკში მივდივართ. უთხრეს. ჩემს სიტყვას არ გადახვიდეთ. ჩემთვისაც ასე ჯობია და თქვენთვისაც. გასაგებია. ახლა წადი და სტუმარი მომიყვანე. კარგი, მე სტამბოლში დავბრუნდები და საქმეს მივხედავ. წადი. აბონენტი დროებით მიუწვდომელია.
Ახლავე დამირეკე. სასწრაფოდ. შენ მიიყოფილ ხარ. როგორ შეგიძლია თვალებში მიყურებდე და მატყუებდე? წყალი დალია. მადლობ. რა მოხდა? მითხარი ვინმემ გაწყენინა? ისევ იმნაძირალა, მაგრამ ალბათ დიდი შეცდომა დავუშვი მერტ. ყველაფერი ჩემი ბრალია. რა შეცდომა? რას გულისხმობ, ნილო? ნუ მაშინებ. ჩემ გამო ელიფმა დანაშაული ჩაიდინა. არ დავუჯერე. არ მინდოდა დამეჯერებინა. მან კი ასლის და ჩემ გამო თავის საფრთხეში ჩაიგდო. რა ვქნა მერტ? რა ვქნა? ჯერ მომიყევე. რამე გამოსავალს ვიპოვეთ. ნუ ნერვიულობ. მერტ? გამარჯობა. გამარჯობა. რომი, იტალია. გმადლობთ. ომერ. იტალიელებს უნდა შევხვდე. რამე ხომ არ გართულდება? არა, ყველაფერი მოგვარებულია. შეიარაღებულ ჯგუფსაც მოგვაშველებენ. ხომ ხედავ იარაღის გარეშე ვართ, არ გამოგვატანეს. ვერ გავიგერა ხდება, მაგრამ თუ დაგჭირდები შემატყობინე. გარგე. აქაურობას შენ გაბარებ, ომერ. ელიფს თვალი არ მოაშორო. მეთინი თუ გამოჩნდება, მაშინ ვედამირეკე, გარგე. გარგე. ახლავე. ომერ. კარი დაკეტე. სამი ბეირა სიტყვის. აქ არა. კარგად ხარ? შენზე ვღელავდე. მე არ ამიშავს. მეთინზე ფიქრობ? აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის. გამოდის, რომ ოპერაცია ჩაიშალა. თუ მეთის ვერ დააკავებთ, ჩვენს აქ ყოფნას რა აზრი აქვს? ოპერაცია მეთინის გარეშე ჩატარდება. ნუ ღელავ. მეთინს აუცილებლად ვიპოვით და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. გასაგებია? არ გამოვა. არა, ომერ. კიდევ უარესი იქნება. ოპერაციას თუ ჩავატარებ და მეთის ვერ დააკავებთ, პრობლემები შემექმნება. ხელში კოზირი აქვს. წავა და ასლის ჩანაწერს აჩვენებს. ნილუფერს ისედაც გასაქანს არ აძლევს. ომერ, ჩემს დებს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. ახლავე მოვალ. ადექი წავიდეთ. როგორ ჩვენ სულია ყავის მოტანას არ აპირებს, თან გავისეირნებთ. ნილუფერი არ წამოვა. რატომ? არ მინდა და იმიტომ.
მაგრამ შენ შეგიძლია წახვიდე მერთ. ასლი, რას ამბობ? ფულია ყავისთვის კოლუმბიაში გაემგზავრა. ჩამოიტანს დაფქვავს და დაგალევინებს. მაგრამ ეს ერთი თვის შემდეგ იქნება. ასლი, რას აკეთებ? ლიფტში შესვლაში გეხმარები მერთ. შენი დრო ამოიწურა. ჩემს და სპირაც აკითხებზე უნდა დაველაპარაკო. ბოტოქსზე, კანის მოვლასა და კოსმეტიკაზე უნდა ვისაუბროთ. დროებით მერთ. მაპატიე გთხოვ. ასლი, რას აკეთებ? არ გცხვენია, როგორ იქცევი? დაიწყე, მიდი, მითხარი, გისმენ. რა უნდა გითხრა, რა გინდა? გავიგონე მერც რომ ელაპარაკებოდი ელიფთან დაკავშირებით. რა შეცდომა დაუშვი? ყველაფერს აზვიადებ, ასე არ შეიძლება. თუ არ მეტყვი, გაჩვენებ გაზვიადება როგორ უნდა ნილუფერ. დაიწყე. ასლი, მომისმინე. მე შენი დავარ. კარგად გიცნობ და ვიცი რომ რაღაც გაწუხებს. იმ სულელ მერცეუბნები და მე არა? გოგონია ვერ გაგიგებ? მიდი, მომიყევი. მოყევი, დაგეხმარები. ერთი ნაძირალა შემიყვარდა ასლი. ვინ? ელიფი რა შუაშია? ელიფის ყოფილი თაყვანისმცემელი შეგიყვარდა? არა, რას ამბობ? თუ ასეა გამაგებინე, რა ხდება? გისმენ? ის კაცი, მე რომ გამიტაცა, ელიფს ემუქრებოდა. ელიფმა კი ჩემს გადასარჩენად დანაშაული ჩაიდინა, გესმის? მე კი ის შემიყვარდა, ვინც ეს აიძულა. ნილუფერ. ელიფი რომში კოლექციის გამო არ წასულა. იმ კაცმა აიძულა. შენ საიდან იცი, ნილუფერ? მის ოთახში იმ კაცის გამოგზავნილი დისკი ვიპოვე. მოვუსმინე. შენ სახელსაც ახსენებს, ასლი. რას ამბობ? მე რატომ ახსენებს, ნილუფერ? გამაგებინე, რა ხდება? რომი, იტალია. უკითხარ? ძალიან მეშინია. ვიცი. მაგრამ აქ მარტო არ ხარ. ელიფ. დამშვიდდე. ასლია. ჯერ ნილუფერს დაეხმარე. ახლა ასლის დაეხმარები, მერე კი? გისმენ? ელიფ, თუ ხვდები რას აკეთებ? რა მოხდა, ასლი? მე რატომ არ ვიცოდი, ელიფ? არ მესმის, რას გულისხმობ? იმას, რის გაკეთებასაც მეთინი გაიძულებს. ნილუფერმა ყველაფერი მიამბო და ჩანაწერიც მომასმენინა. ის კაცი ჩემს სახელსაც ახსენებს, ელიფ. გამაგებინე, რა ხდება? ასლი, რომ დაუბრუნდები, ყველაფერს გეტყვი. დამშვიდდი. არა, ახლავე მეტყვი. ნილუფერმა მითხრა, რომ იმ კაცის დავალებით რომში ფულის გასათეთრებლად წახვედი. ეს სიმართლეა, ელიფ? თუ სიმართლეა, ახლავე დაბრუნდი, გესმის? თორემ პოლიციაში დავრეკავ. არ გაბედო, არავის დაურეკო. განსაკუთრებით პოლიციას, თორემ უარესი იქნება. ასლი, რომ დაუბრუნდები, ყველაფერს გიამბობ, კარგი? მოვაგვარებ, ნუ ღელავ, გთხოვ. ასლი, გესმის? კარგი? შენი ნება. გაიგო. მეთინზე ყველაფერი იცის. მითხრა სასწრაფოდ დაბრუნდიო. არ მითხრა, რომ იმ კაცს კიდევ ხვდები, ნილუფერ. არ გაბედო. აღარ ხვდები. იმედია. როგორ მოვიქცე, ომერ? ასლის ეს როგორ ავუხსნა? დედა ჩემის გარდაცვალების მიზეზი როგორ გავუმხილო? კარგი, რამეს მოვიფიქრებთ. დამშვიდდე.
აქ ვეღარ ვჩერდები. გარეთ გავალ. დროებით. სასტუმროდან ერთად ვერ გავალთ, მაგრამ ისიც არ მინდა ქუჩაში მარტო მიერო. მითხარი სად იქნები და 20 წუთში მოვალ. საჭირო არ არის ომერ. ვალდებული არ ხარ ჩემს პრობლემებზე იფიქრო. დამირეკე და შეგხვდები. გასაგებია ელიფ. აბონენტი დროებით მიუწვდომელია. გთხოვთ დარეკოთ მოგვიანებით. შემოდი. რა ხანია გელოდები? თვითმფრინავმა დაიგვიანა. ჩემი ბრალი არა. აქ რატომ მომიყვანეთ? დაჯიქე. საუკეთესო თანამშრომელი ხარ. უნდა დაგასაჩუქრო. დროებით რომ შეიცხოვრებ. რატომ მოგიყვანეთ ვერ ხვდები? მომისმინეთ. მე ჩემი გოგონას გვერდით უნდა ვიყო. იქნები. დავალებას კარგად თუ შეასრულებ მალე ნახავ. რამე ხომ არ დაუშავეთ? ნომაწყენინებ. რადგან როცა მწყინს ვბრაზდები და როცა ვბრაზდები თავს ვერ ვაკონტროლებ. კიდევ რა გინდათ ჩემგან? ოპერაციისთვის საჭირო ფული ხომ მოგეცით? შენი გოგონას გამოვრისკავთ ნედიმ. ამ სიკეთეს მატერიალურად ვერ აანაზღაურებ. მე მორალური მხარდაჭერა მჭირდება. ჩემგან რა სიტყვთ? ჩემი მომავალი შენზეა დამოკიდებული ნედიმ. მაგრამ მე რა შემიძლია? ასლი, საკმარისია ფრჩხილებს თავი დაანებე და დაჯექი. გამიშვი? ასლი, დამშვიდდი.
ვერ დამშვიდდები. უნდა ვიაზროვნო და გამოსავალი ვიპოვო, ნილუფერ. ამიხსენი რა ხდება, იქნებ დახმარება შევძლო. შენი მოკლე ჭკუით ბაჰარ. ოჯახის წევრი ხარ, რომ ჩვენს პრობლემებზე გესაუბრო? ბაჰარ, ყურადღებას ნუ მიაქცევ. ახლა გადი აქედან. ასლი, ოთახში ავიდეთ, უნდა დაისვენო. თავი დაანებე. რაც უნდა ის უქნია. ასლი, წამალი მოგიტანო? დამამშვიდებლებს არ ვსვამ. ბავშვისთვის არ შეიძლება. შენთვის არ უნდა მეთქვა, ძალიან ვნანობ. ხულიას ვეტყვი, ჩაი მოგიმზადოს, უნდა დამშვიდდე. ასე არ შეიძლება. ხულია, კოვზი სად არის? ახლავე ბაჰარანიმ. ხულია, ასლის ჩაი მოუმზადე, იქნებ დამშვიდდეს. დიახ, ახლავე. ასლის წამალი სჭირდება. ახლავე დავამშვიდებ. წამალს არ დალევს. მაგას რომ დავუჯეროთ, ისევ შეტევა დაემართება. ვერ ხედავ რა დღეშია. ნუ აზვიადებ ბაჰარ, მე დავამშვიდებ. შენ ნუ შეწუხდები. ხულია, წაუღე. ახლავე. დალევს და დაწყნარდება. ასლი წამალს არ სვამს. ბავშვს ავნებს, უფლებას არ მოგცემ. რომელ ბავშვს, ნილუფერ? ბავშვი არ არსებობს. საავადმყოფოში აბორტი გაუკეთეს, მაგრამ ასლის არ ახსოვს. რომი, იტალია. უკაცრავად. ამ რესტორანს ვეძებ. შეხედეთ? დიახ, დიახ, იქ არის. გმადლობთ. არაფერს. საღამო მშვიდობის მობრძანდით? გმადლობთ. ელიფანიმ შეიძლება? მალე მოხვედი. შენზე ვღელავდე. უგეთხარ? უკვე შევეგუე, ომერ. ხომ ხედავ რა ხდება? ასლიმ გაიგო, ნილუფერმაც. ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. არ ვიცი ამ აურზაურს თავს როგორ დავახწევთ. იქნებ უკეთესიც იყოს ასე რომ მოხდა, რა იცი. დედაჩემს ერთი ანდაზა უყვარს. ზოგი ჭირი მარგებელიაო. მართალია. ამისთვის ჩვენი მაგალითის გმარა. სინიორ, გმადლობთ. ხომ არ უარყოფ? არა. მართლა კარგი ადგილია. ძალიან მომწონს. თან სიმშვიდეა. მართალია. დახვეწილი დიზაინი. გარემო. გაგვიმართლა. ეს გამართლება არ არის. მაგიდა სტამბოლშივე დავუკვეთე. შენი დაბადების დღის აღნიშვნა მინდოდა. მეგონა დრო არ გვექნებოდა, მაგრამ აქ ვართ. ესეც ბედია. იმ დღეს რატომ მითხარი არ მიყვარხარო ელებ? ომერ, გთხოვ, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. თუ არ გიყვარვარ სიურპრიზი რატომ მომიმზადე? საძულველი ადამიანისთვის თავი რატომ შეიწუხე? უბრალოდ დავრეკე. ნუ აზვიადებ. არ გინდა ელებ. მე ომერი ვარ. ხომ იცი ვერაფერს გამომაპარებ. ხვდები როცა მატყუებ. ომერ, გთხოვ. ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა. დრო გაჩერდეს. დავივიწყოთ სად ვართ და პრობლემებზეც აღარ ვიფიქროთ. უფრო მეტიც. ის გავაკეთოთ, რაც არასდროს გაგვიკეთებია. არ ვიკამათოთ.
არ შეიძლება. დავიჯერო ასე რთულია. მხოლოდ ერთი პირობით, სინიორინა. გისმენ. გავერთოთ. ვითომ რომში მართლა ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედით. რამდენიმე საათით, ტურისტები ვით და არაფერზე ვიფიქროთ. რა სიტყვე? ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.